გესალმებით. Ძირფასო მეგობრებო. ნახოთ შემდეგი გაშლა ვინ არის. ისთვის არის. ძლიერი ქალბატონი, რა თქმა უნდა. თითქოს დროს ელოდებით. გარკვეულ დროს. შესაბამისად, აქ არის ორი საქმეური რაღაც ამბავი, შეიძლება ადამიანი თითქოს რო რაღაცას გეუბნებიან, ნახეთ და თქვენ ალბათ უფრო დაგჩხავიან, მოდი ასე ვთქვათ, თავზე რაღაცა ისეთი მინიშნება მოდის აქ, რაც სხვათა შორის დაგაფიქრებთ. კარგი, ნახოთ გრძნობს თქვენი ჩაფიქრებული შესაძლებელია ეს ვინმე თქვენი მეგობარი ან ახლობელი რაღაცას გეუბნებოდეთ, ხო, ესე როგორაა, ისე როგორაა. ან რაღაც ამბავი იყოს ისეთი, რაც გაწუხებდეთ. კარგით, ნახოთ ეს თქვენი ჩაფიქრებულის თემა როგორ განვითარდება. მე აქ მგონია, რომ რატომღაც უფრო გადაადგილებაზე ფიქრობდეთ, ვიდრე ჩაფიქრებულთან ურთიერთობის განვითარებაზე. შესაძლებელია აქ უბრალოდ უკვე თქვენ გააკეთეთ არჩევანი და მარტო ხართ. მარტო. იცით რა არის აქ აშკარად რაღაც კარგი ამბავიც მოდის, მთლად ესეც არ არის. მაგრამ ეს ოჯახში უკვე ძალიან ბევრი დეტალური ამბის დეტალური ინფორმაცია, რაღაცა გაშიფრვა, გაანალიზება. მაგრამ მე უფრო მგონია, რომ აქ რაღაც როგორ არის, იცით? ძალით არის ეს ურთიერთობა, მოდი ასე გეტყვით. ძალით. იმიტომ რომ ნახეთ, სიტყვებს რაღაც ვეკიდები რომ იტყვიან და რაღაცა ვეძებ და ისე ვარ რა. არ მოდის ისეთი ენერგია, რომ აქ ორი ადამიანის როგორ არის, იცით? რაღაცა ორი ადამიანის სულიერთად იყოს, არ არის გამორიცხული აქ ჩარევაც იყო ისეთი, რომ აი იმენა დაგაშორენ ერთმანეთს, რა ვიცი მე. ან თუ არ დაგაშორეს, თქვენი ნარჩუნებთ რაღაცა, რა ვიცი, ფარული, ან რაღაცა მოქმედებებით ამ ურთიერთობას. აქვს მნიშვნელობა ახლა მაგითი ნარჩუნებთ თუ უბრალოდ მაინც რომ არ მიდის ადამიანის ცხოვრებიდან, ხო? ერთხელ ერთმა შემომჩივლა მეგობრობის სხვათა შორის და ცოლზე თქვა, რა არ უქენიო, დავამცირე კი არა, ისე თუ გინდა თავშიო კეტი დაარხო არ მოუკლავ.
ვერ მოვიშორე იმენაო, ანუ ხელითაც შეეხო ქალბატონს და ვერ მოვიშორე. ყველაფერი გავაკეთებ, რაღაცა ესე არის ეთყობა აქ. შეიძლება მართლა ფიზიკური შეხება ფიქსირდება აქ, ფიქსირდება სხვათა შორის, მაგრამ მაინც თითქოს რა ვიცი ძალიან შენარჩუნებული ურთიერთობა, მოდი ასე ვიტყოდი. არ აქვს მნიშვნელობა აქ სხვა ქალი იქნება, არ იქნება, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს, არ აყენებს, მამაკაცია, ვიცი, ახლა ქალები იმედია, არ მყავხართ ახლა ბოქსერები, აქ ძლიერი ქალი დამიფიქსირდა, მაგრამ შეიძლება ისეც არ არის, ახლა ცემატყებას კი არ გულისხმობ, მაგრამ ურთიერთობა всё უკვე დასრულდა და მის რაც გაზრება ჭირს, ხო? იცით რა არის? ხანდახან ახლა რამდენი მოსულა და უკითხავთ და კარმულია, კარმული მანდა მაინც გონიათ ცუდი. ან მანდა მაინც დასრულდება. ის ურთიერთობა, მაგაზე არ არის. მაგრამ ნახეთ, შეიძლება წლების შემდეგაც დასრულდეს, რა ვიცი, ცოლ-ქმრის ურთიერთობა, ვიღაცის ურთიერთობა. ახლა ეს ქართული მენტალიტეტისთვის ძველი მენტალიტეტისთვის ძალიან მიუღებელი არის, ხო, ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა ხდება ესეთი რაღაცაც დასრულდა. ამ ადამიანთან ამოწურეთ, ვერ ვითარდებით, წინ ვერ მიდიხართ. იცით რა, მე მაინც ახლა მე აქ თქვენ მორალს არ გიკითხავთ, მაგრამ აი მე ზუსტად ის ნერვიულობა, ის ყველაფერი გადადის ფიზიკურ მდგომარეობაში. ადამიანი უკვე იწყებს ან გასუქებას, ან ავადმყოფობას. არაჯანსაღი ურთიერთობის შედეგები ეს არის, რომ იცოდეთ. გარდა ამისა, შეიძლება მართლა დაშორდეს ვიღაცას, მაგრამ თუ ადამიანი არ გამოვიდა სულიერად, ფიზიკურად დაშორდნენ, მაგრამ სულიერად არ გადმოვიდა, მაინც, ასე ვთქვათ, მაინც ეს ადამიანი ზარალდება. შეიძლება რაცაც დარჩეს მთლიანი ძალიან დიდი ემოციური მდგომარეობა, მთელი ცხოვრება, ხო, აი ოჯახი დაენგრა, იუხალოთ, აი რაღაცა ის მოხდა მის ცხოვრებაში და ამას განიცდის და ვერ გამოდის, ანუ ეს უკვე მხელა ტრაგედია არის, რომ ვეღარ დაასრულა. ვერ დაასრულებს, იმიტომ რომ ამ ადამიანს უკვე სხვანაირ დახმარება სჭირდება. და მით უმეტეს საზოგადოება თუ ქმნის კიდევ ისეთ პირობას, რომ ყველა მაგაზე მიანიშნებს და და ქვეყანა დაიქცა, კიდევ უფრო ვერ დაასრულებს. მაშინ ძალიან, რა ვიცი, მართლა საკუთარ თავში რა ძალა უნდა იპოვოს. გარეგნული იერით დაასრულებს, მაგრამ შინაგანად ვერა, უკვე გადადის მერე ფიზიკურზე, ანუ შეიძლება ეს იყოს სულიერ მდგომარეობა, ის რომ რაღაც თავში რაც გავაჟღერე, ხო? შეიძლება არც არავინ დაჩხავის თავზე ადამიანს და არც არაფერს ვინმე არ გეუბნებათ, მაგრამ თვითონ თქვენი გონება არ გაყენებთ. ხან ერთი, ხან მეორე რაღაცაზე ფიქრობს ადამიანი, ხო? მერე გადადის უკვე ეს, კი ბატონო, დეპრესიაში. შეიძლება ფარული დეპრესიაც იყოს აქ, იმას გულისხმობ, რომ ადამიანი ვალდებული არის, ნახეთ. ეხლა ღმერთმა ყველა დაგიფაროს, მაგრამ ერთ მაგალითს ჩავაკვეხებ აქ. ესე ოჯახი რომ დაენგრა ქალბატონს, აღარ უნდა მოკლედ სიცოცხლე, მაგრამ იმ დროს, როდესაც თავს იწამლავდა თუ იკლავდა, ანუ მოკლედ ამ წინაშე იდგა, მივიდა პატარა მისი შვილი ისევ. და კაბაზე მოკაჩა დედიკო და რაღაც ამ მომენტმა ეს ქალბატონი გამოაფხიზლა და ნახეთ, იფიქრა, როგორი რაღაც იცი, რომ არა, მე ამ ბავშვისთვის უნდა ვიცოცხლო. მაგრამ ჩათვალეთ, რომ ამ ბავშვისთვის სიცოცხლე და გარემოება მაიძულა ეცოცხლა, გარემოება მაიძულა იშრომოს,
თავი ირჩინოს და ცხოვრებას როგორღაც აუწყოს ფეხი, მაგრამ მისი გონება უკვე მკვდარი არის. გამიგეთ რისი თქმა მინდა? არც არავინმა მე არ დაეხმარა რაღაცა ფსიქოლოგი გჭირდება, რამე გჭირდება ხო ადამიანს. ან ისეთი საზოგადოება, ან შეიძლება პირადში შევიდეს ვიღაცა გამოჩნდეს და ასე გადაიტანოს ხო მეორე ადამიანმა ეს ყველაფერი ძალიან შეგიმსუბუქოს კი არ საერთოდ დაკავიწყოს ყველაფერი. ესეც არ მოხდა მის ცხოვრებაში. შესაბამისად მე უკვე გადავიდა ჯანმრთელობაზე და ბოლოს ახლა ცუდად რა თქმა უნდა დასასრულსაც მიხვდით ხო? რატომღაც აქ ძალით შენარჩუნებულ ურთიერთობაზე მიფიქსირდება და როდესაც ეს უკვე თქვენ, რა ვიცი, როგორღაც იცით რა არის. მე არავის არ გეუბნებით თქვენ უნდა დაანგრიოთ ოჯახი ან უნდა დაშორდეთ, მაგრამ თუ თქვენი ზიანდებით სულიერად და ფიზიკურადაც უკვე, მაშინ რაღაცა უნდა შეცვალოთ. ეხლა რო კითხოთ რა გინდათ, ვიცი, გასაგებია, გინდათ რომ გქონდეთ ბედნიერი ოჯახი, ის ადამიანი, ვინც დავუშვათ თქვენ არჩევანი გააკეთეთ თუ რაღაცა იცხოვროთ და აი ეს გინდათ, ხო? უყვარდეთ და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა მაგის გაშიფრვა კიდევ მართლა იყო თქვენ შორის სიყვარული მართლა არ იყო. იცით რა უნდა დაფიქრდეთ მაინც ასეთ რაღაცეებზე. უბრალოდ ამას იმისთვის გეუბნებით, რომ ეს მერე შემდეგ უფრო მეტ ტკივილში არ გადავიდეს, იმიტომ რომ თქვენი ემოციები რატომღაც აქ გულს უკავშირდება. არ არის გამორიცხული ვიღაცას უკვე რა ვიცი, გულთან დაკავშირებული პრობლემებიც გქონდეს, ხო? მე მაგალითად გეტყოდით. სამყაროს ღმერთს ძალიან უყვარხართ, წადით სამოგზაუროთ, წადით რა ვიცი. რაღაცა გააკეთეთ, შეცვალეთ. იმიტომ რომ აქ ყველაფერი არის საიმისოდ, რომ თქვენ ბედნიერი იყოთ. ნუ ახლა ამ სიტუაციის, ამ ჩაფიქრებულის გარდა ვიძახი. ეთყობათ ძალიან დიდი იმედები თქვენ დაამყარეთ წარსულში სასწაულებს ელოდით ამ ურთიერთობიდან, მაგრამ ეს სასწაულებიც არ მოხდა. იცით რა არის? აქ კიდევ ასევე ფიქსირდება პიროვნება, რომელიც შეიძლება იყოს რაღაც მშენებლობის ან რაღაცის უფროსი. ესეთ რაღაცები რომება. ხო, იმიტომ რომ რაღაც ეს სამშენებლო ნივთებთან აქვს ამას შეხება. ამასთან საუბარი გეკნებათ რაღაც ისე ჩანს, რომ დაგამშვიდოთ, მაგრამ ეს ცოლიანია თქვი ახლა ცოტა არა გამორიცხული სკოპა ხა მაინც პირადი გაშლა არ არის გამორიცხული რომ ეს ცოლიანი არ იყოს. ნუ ამასთან რა გამოვა? გამოსვლით რა გითხრათ, რამე გამოვათქო, ვერ შეგბირდებით, მაგრამ კომუნიკაცია, მეგობრობა, თანამშრომლობა თუ რაღაც არის თუ რაიმე სულ შეიძლება თქვენ სადაც მუშაობთ იქ არის რაღაცის უფროსი. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ კი რომ იმიტომ რომ ძალიან ბევრ განვითარებ, რაღაცა იზრდებით, განვითარებას პოულობთ, წინ მიდიხართ, გამოდიხართ რაღაც დეპრესიული მდგომარეობიდან. აქ მე გეტყოდით რომ ასევე ცოტა დაელოდეთ მოვლენებს თუ მართლა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გადალახოთ, ხო?
რაღაც გამოიходეთ მდგომარეობიდან. ამას თუ შეძლებთ, ძალიან გაცლიერება გიფიქსირდებათ. ის თქვენ დავუშვათ არაჯანსაღი მდგომარეობა თუ გქონდათ რამესთან დაკავშირებით მიდის. გშორდებათ. თუ ავადმყოფობა იყო, აქ ესეც მიდის გშორდებათ. მაგრამ გარკვეული დრო არის საჭირო. გაცლიერება ყოველ შემთხვევაში მიფიქსირდება. აქ ეს მამაკაცი მე ვინც გითხარით უფროსია ეს არა. აქ კიდე სხვა ფიქსირდება თქვენთან. კიდე სხვა. კი ბატონო, შეიძლება ხო აი ურთიერთობიდან გადიხართ და შემოვიდეს სხვა. ახლა ასეთი მომენტიც ყოფილა, აი მე ჯერ შემოვიდეს და მერე გავალ ურთიერთობიდან, ხალხნო. ეს არის თქვენი დაწერილი წესი და კანონი, მაგრამ და იშვიათად კი ასაც ხდება ერთი კი არა, რა ვიცი 900-დან არიან, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც როგორ არცი, თუ არ დაასრულა ერთ ადამიანთან, სხვასთან შანსი არ არის, რომ შევიდეს ურთიერთობაში და რაღაცა გამოვიდეს. უბრალოდ შანსი არ არის მაგის. გაიგეთ რა ხდება. აქ თქვენ ამასთან არ შედიხართ, ვინც რაღაცა გითხარით, მეგობრობა, კომუნიკაცია, არ მგონი აქ რომ ეს ურთიერთობა ისე გააგრძელდეს ფიზიკურ დონემდე შეხვიდეთ ურთიერთობაში, არა, ასე არ იქნება. აქ კიდე სხვა ფიქსირდება, ვისაც უკვე სიყვარული, ფეხმძიმობა, აი ესეთი რაღაცები მოაქვს თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ ესე იქნება არაოფიციალური თუ ოფიციალური დონეზე, ახლა ესეც გითხარი. არა. აქ კი შემოდის ესეთი ადამიანი, მაგრამ აქ ეს არის დაშორება. ბოლოს დაშორდებით მაინც. თქვენი გზები გაიყრება სამწუხაროდ, ნუ ახლა მე რა გავაკეთო, ვერაფერს ვერ დაგანახებთ იდეალურად, ხო? ეს არკანები რო ამომივა, ეს მაგ ბავშვობიდან დატესტილი 8 წლის ვიყავი. თქვენ წარმოიდგინეთ, აი იქედან დატესტილი ორი არკანი ერთად რომ მოდის, იქ უეჭველი არ ვიტყვი რა თქმა უნდა, იმიტომ ეს ჩემი ნაშრომი არის. რამდენი წლის 40 წლიანი დაახლოებით. ხო და ახლა რატო უნდა ვიმასქნან? ესე დაუფქვა და მე ვიღაცა მიითვისოს ჩემი ამდენი წლის დატესტილი და ნაშრომი, ნაწვალები ხო არა? მე რანამდვილად არ ვიტყვი არკანებს. მაგრამ ეს არის უტყუარი, ეს ორი არკანი რო ერთად ამოვა, იქ всё. იქ მეტია სხვა რამეზე ლაპარაკი. მე უკაცრავად თუ ჩემი გაშლებით ვერ სწავლობთ არის ინფორმაციას მოგაწვდით რაღაცებს. ნუ პატარ-პატარა პრაქტიკებზე ვფიქრობ. ხომ არ გასწავლოთ. პატარ-პატარა ნახულობ სხვათა შორის ძალიან კარგ პრაქტიკებს ამ ბოლო დროს წავაწყდი, რომელიც მუშაობს ზოგადად და ზუსტად იმ პრაქტიკებზე ღლიცინებს ხალხი და იცინის. არ ყოფნის ესე რომ ვთქვათ სასაცილოდ, რომელიც მუშა არის და ნამდვილად რაღაცა ცოტას აი ადამიანს მოუტანს წარმატების მაგვარს. და რომელი პრაქტიკაც ესე იგი არ მუშაობს და მართლა ფეიკი არის და უბრალოდ ხალხის მისაზიდად დევს, აი იმას ღებულობენ სერიოზულად, ძალიან მეცინება. ძალიან. აი ესე ვფიქრობ, ხომ არ გავაჟღერო პატარ-პატარა პრაქტიკები თქო. კარგით დაგემშვიდობებით, იმედია ვიღაცისთვის იყო ეს ინფორმაცია. ან ახალი მყავს აქ მე ვიღაცა
4-ზე უკვე სრულდება მათი ურთიერთობა და ოფიციალურ დონეზე აქ მაინც არ გამიფიქსირდა, შეიძლება ვიღაცა გამოჩნდეს ისეთი შვილი გააჩინოთ, მაგრამ მე ან შეხვიდეთ გარკვეულ დონეზე, ეს უკვე თქვენ სურვილზე არის, ხო, ამის რა თქმა უნდა ცვლილება თქვენ თვითონ შეგიძლიათ. თუ მოინდომებთ, მოგეცემათ იმის შანსი, რომ გააჩინოთ შვილი, ეს არ არის არიქამ თქვი და უეჭველი ასე იქნება. ამის შეცვლა შეგიძლიათ. ამის შანსი მოგეცემათ. ვისაც უნდა, ვისაც არ უნდა, არ ჩავუყურდეთ ამ ლოგიში, მე რადგან გავაჟღერ იმას კი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ლოგიში უნდა ჩავუყურდეთ. ეს არ იქნება ის საშუალება თქვენთვის, რომ შემდეგ დაუშვათ შვილს გაუჩენთ და ქორწინება აუცილებლად შედგება. არა, ეს არ იქნება ამ ვარიანტით თუ რაღაცა ამ მანიპულაციით ვერ დააბამთ თქვენს ამ მამაკაცს. რატო შორდებით, ეგ აღარ მინახავს უკვე. ამას რა გრძნობა ვინმე ერევა, თუ თქვენ უკვე აღარ გინდათ მერე და ეს არის თქვენი ინტერესი, აღარ მინახავს. ასეთ შეიძლება ხო რომ იყოს ახლა ბიჭებს მამაკაცებისთვისაც ხო უნდა გავაჟღერო ინფორმაცია, კი ბატონო, არიან ესეთნაირად ქალბატონები, სანამ შვილს გააჩენენ, უნდათ და მერე აღარ უნდათ. იმიტომ რომ მათი ინტერესი შვილი იყო. დაგემშვიდობებით გისურვებთ წარმატებებს დროებით.